გოგონამ გვერდით მაგიდიდან, მაგრამ მე ვთხოვე ოქროს თევზს, რომ ვჭამდე და არ ვსუქთებოდე. მრავალფეროვანი მენიუდან უამრავი გემრიელობა შევარჩი. მართალია მარტო მივედი, მაგრამ ერთ-ერთ მაგიდასთან უცხო სტუმარი დამხვდა, რომელსაც ეგრევე შევუერთდი. მშვენიერი საღამო გავატარეთ ერთად. სანამ კერძებზე გადავალთ, მინდა კიდევ გაჩვენოთ ინტერიერი, ნახეთ, როგორი სილამაზეა. სიმართლე გითხრათ, თავი მეგონა პარიზში და წვიმენ ამით ძალიან მოუხდა ამ ადგილის სტუმრობა. მე რა თქმა უნდა ჩემი საყვარელი კოქტეილი აპეროლ შპრიცი შევკვეთე და თუნიამ მე საჭესთან ვარო და შევკვეთე ყავა, მაგრამ ნახეთ როგორი ყავა, უგემრიელესი. ამასობაში მოვიდა ჩვენი ცეზარი, ჭადის ჩიფსებით, რომელიც იყო უგემრიელესი. ხორცი იყო რბილი და ჭადის ჩიფსების გამო გემოქონდა განსხვავებული ტიფანის ცეზარს. ჩემი პირადი ფავორიტი კი არის ნადუღის ხინკალი მწვანე соуსში. აი მართლა საოცრება იყო, ეხლაც კი რომ ვუყურებ ვიდეოს საკუთარი თავის მშურს. ხინკალს ჩემგან 10-დან 10 და აუცილებლად წავიყვან იმ ადამიანებს, ვინც მიყვარს ხინკლის დასაგემოვნებლად. საფირმო პიცა იყო ნამდვილად საფირმო პიცა, იყო ძალიან გემრიელი. ბოსტნეული კი კერძს ძალიან ცოცხალს ხდიდა და არომატულს. თან ძალიან გემრიელად მივირთმევდი, თან ჯანსაღად, შესაძლოა თავსაც ვიტყუებდი, არ ვიცი. ტიფანის კაფეში მართალია ადრეც ვიყავი ნამყოფი, როდესაც უგემრიელესი ბელგიური ვაფლი დავაგემოვნე, ამიტომ იყო დრო, როდესაც ეს ადგილი ასოცირდებოდა ჩემთვის გემრიელ დესერტებთან. ამ კუთხით არაფერი შეიცვალა, ჩიზქეიქი კენკრით არის უგემრიელესი. აუცილებლად დააგემოვნეთ ესეც. აბა ვისი გამოთქმა, ბედნიერი გოგოები ყველაზე მომხიბვლელები არიანო. ეთანხმებით ამ ფრაზას? მე ვეთანხმები. ჩემს თავს ვუყურებ და აშკარად ვიდეოს ბოლოს ბევრად უფრო ლამაზად გამოვიყურები.